ჩარჩოს გენდინის ინიციატივით მსჯელობენ საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით, უცხოური გავლენის კანონთან დაკავშირებით და როგორც ჩვენ წევრ ქვეყანასაც მოგვმართეს, რომ გაიზიარონ ეს ინიციატივა და რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი, როდესაც გამჭოლობის კანონთან დაკავშირებით ევროპის საბჭოსგან ისმოდა არაერთი კრიტიკა. ხო, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი არის ზოგადად რასაც ვაკეთებთ ჩვენ ხო ცვლილებებს თუნდაც აი პირდაპირ კანონზე ვისაუბროთ ხო გამჭვირვალობის კანონი რატომ მივიღეთ ჩვენ აღნიშნული გადაწყვეტილება რომ შემოგვეტანა აღნიშნული კანონი ბოლო წლების განმავლობაში ხედავდით უცხოეთიდან შემოსულ თანხებს გაუმჭვირვალეთ ყოველგვარი ახსნა განმარტებების და დასაბუთების გარეშე რომელიც ხმარდებოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკას ეს ძალიან მძიმეა და ყველა თავმოყარე განვითარებული ქვეყანა ამ ყველაფერზე გააკეთებს რეაგირებას და იგივე ვიმოქმედოთ ჩვენ გადავდგეთ შესაბამისი ნაბიჯი გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ და ფაქტურად ყველამ უნდა იცოდეს თანხები საიდან შემოდის და რა კონკრეტულ პროექტებს ხმარდება ეს უნდა იყოს ყველაფერი გამჭვირვალე ნეიტრალური საქართველოს განცხადება და უნდა დაიწყოს დისკუსიაო ამბობენ რამდენად სწორია საგარეო კურსი და რამდენად ჭირდება ევროინტეგრაცია საქართველოსო თქვენ რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე როგორია თქვენი პოზიცია დისკუსიის გახსნაზე ისაუბრეთ პრემიერმა აღნიშნა რომ საგარეო კურსი არის უცვლელი თუმცა დისკუსია შეიძლება ყველა საკითხზე თქვენი შეფასება ხო ნუ ქართული ოცნება არ გაურბის არცერთ თემას არ არსებობს თემა სადაც ჩვენ დისკუსიის გამართვა არ შეგვეძლოს ან მონაწილეობა არ მივიღოთ ხო კიდევ ერთხელ მეორე ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიაში ზოგადად ევროპულ კურსს რაც შეეხება ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული გზა მიუხედავად იმისა რომ უამრავი სირთულეები დაბრკოლებები უსამართლო დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ევროპულ ბიუროკრატიასაც თუ შევხედავთ მე მგონი ყველა დამეთანხმება იმაში რომ არის უმძიმეს მდგომარეობაში და საინტერესო არის კიდევ უფრო საინტერესოა ევროპელ ხალხს რო კითხოთ უბრალოდ თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროპულ ბიუროკრატიაზე აი მოისმენთ ამ ხალხის რეალურ შეფასებას, რეალურ დამოკიდებას. კატასტროფა ხდება და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ევროპული ბიუროკრატია, რასაც ჭირდება აუცილებლად განახლება, ჭირდება რებრენდინგი და დისკუსიას რაც თქვენ დამისვით შეკითხვა, ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ და არ გაუბივართ არც ერთ თემას. განათლების დაკავშირებით უნდა გითხოთ კომპანიებისგან მოვისმენთ განცხადება რომ ფასები შემცირდება 5%-ით, შემცირება იქნება 5%-იანი, ანუ ისინი ითვალისწინებენ პრემიერის ინიციატივას და კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, რამდენად არის მნიშვნელოვანი პრემიერის ეს ინიციატივა მოქალაქეებისთვის. მე მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ზოგადად ფასების სტაბილურობასთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან და ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ბიზნესის თანამშრომლობაც და მათი ასე ვთქვათ შემოსვლა აღნიშნულ თემაში ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება და განცხადება თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, იყოს დარეგულირებული, რა თქმა უნდა, ბიზნესი თავისუფალია, ხელშეუხებელია, არავინ არ ეხება ბიზნესს, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული თემაა, თუმცა რაც შეეხება ფასების დარეგულირებას, რა თქმა უნდა, მათი თანამონაწილეობით ჩვენ ვისმენთ, რომ არის ამის შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. თუმცა აი ამ თემას, ამ ჭრილს ეკონომიკურ ზრდაზე გკითხავთ, ჩვენ გვესმის დიდი ხანია უკვე ხელისუფლების მხრიდან, თქვენი მხრიდან, რომ ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში და ბუნებრივია მნიშვნელოვანია ერთის მხრივ მონაცემები, რომელზეც აქცენტს აკეთებთ ხოლმე, მაგრამ ასევე რამდენად გრძნობენ ადამიანები ამ ზრდას და გაუმჯობესებულ მდგომარეობას, ხომ? ოფიციალური სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 370,000 ადამიანი იღებს სესხს ბანკში და ვერ იხდის, ვერ ასრულებს ამ ვალდებულებას. რას გვეუბნება ეს რიცხვი? 3 მილიონ ადამიანში 370,000 სესხს ვერ იხდის. და ეს რამდენად არის თავსებადი იმ განცხადებებთან, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზე ანუ თქვენ ეჭვი შეგაქვთ იმაში, რომ ქვეყანა ეკონომიკურად არ ვითარდება, ხო? ანუ თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოქვეყნებულ შედეგებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან და ჭუტას ტელევიზია ტევ პირველი ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნულ განცხადებებს, საერთაშორისო სტატისტიკას
და იმ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რასაც მაგალითად მსოფლიო ბანკი აქვეყნებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. არ ვიცი, სასაცილოა ეს ყველაფერი. ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება, ეს თქვენ შეიძლება არ გსიამოვნებდეს, მაგრამ ეს არის რეალობა, ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის, ცხადია ჯერ კიდევ რჩება ოჯახები, ვისაც უჭირს, ვისაც სჭირდება მხარდაჭერა, თანადგომა. მე როგორც დედაქალაქის მერმა შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტს აქვს უამრავი პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით და ყველა მთავრობის სტომაზე ვსაუბრობ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის, ჯერ კიდევ რჩება ოჯახები, ვისაც სჭირდება ჩვენი თანადგომა. ვიდრე არსებობს ასეთი ოჯახები, ჩვენ ყოველთვის გვერდით დაუდგებით ამ ადამიანებს სხვადასხვა პროგრამების განხორციელებით, სხვადასხვა ხარდაჭერით და ასე შემდეგ. რას გვეუბნება 370,000 ადამიანის ამ პრობლემაზე რას იკი? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრობლემები არსებობს ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, გადავხედოთ წინა წლებში, როგორ იყო, ხო? რამდენი გაჭირვებული ადამიანი იყო დღეს, რამდენია, ყველაფერი შედარებითია, ხო? ეხლა იმის ილუზია არავის არ გვაქვს, რომ ყველაფერი საუკეთესოდ არის ქვეყანაში და რაღაცა გულზე ხელის მჯენით ვიყოთ, რომ აუ რა მაგრები ვართ და ყველაფერი იდეალურად. არა, ცხადია. უფრო უკეთესი გვინდა, უფრო მეტად გვინდა ქვეყანა ეკონომიკურად წინ წავიდეს და გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი მომენტია, ხო? სურვილი გვაქვს იმის მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება, კი გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა შემოვიდეს ქვეყნის მოსახლეობაში. განათლების მინისტრი გივი მიქანაძე დღეს შეხვდება თესეუს და ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და უნივერსიტეტების გაერთიანებაზე იმსჯელებენ. რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც უშუალოდ მინისტრი არის ამ საქმეში ჩართული და თქვენ რას ფიქრობთ უნივერსიტეტების გაერთიანებაზე? რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, მე მივესალმები, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი კრიტიკა მოდიოდა განათლების მიმართულებით და საჭირო იყო რეფორმის განხორციელება. დიალოგს, რა თქმა უნდა, არ აქვს ალტერნატივა, მე ამას მხოლოდ მივესალმები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის, რომ განათლების მინისტრი ხვდება სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, არ უნდა დარჩეს არანაირი კითხვა-პასუხ გაუცემელი. ყველა შეკითხვაზე არსებობს პასუხი, ახლა ცუდი არავის არ უნდა, ხო? გვინდა რომ კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ განათლების სისტემა, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები, დავეხმაროთ მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს. ამაში რა თქმა უნდა, ჩართული უნდა იყოს ის პედაგოგები, ჩართული უნდა იყოს ის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მათ გარეშე ხო ეს ვერ მოხდება და ვერ გაკეთდება. შესაბამისად მე ამას მივესალმები, რომ შეხვედრა ხდება, იმიტომ არსებობს კითხვები, ხო? ამ კითხვებზე რა თქმა უნდა არსებობს პასუხები და ძალიან მიხარია, რომ განათლების მინისტრი ახორციელებს ამ შეხვედრას, რომ არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება. თუ შეიძლება რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. ბესარიონ ალავიძე, ეს არის უზენაეს სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელიც ამბობს, რომ ჩანაწერები აქვს, რაც ადასტურებს ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს როგორ აძლევენო სუსის თანამშრომლები დავალებებს მოსამართლეებს, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად ამბობს, რომ ამ მოსამართლეთა ამ ჯგუფს გავლენიან ჯგუფს სასამართლოში ხელმძღვანელობს და მართავს დინარაძე სუსიდან და კობახიძე მთავრობიდან. თუ კი ეს ჩანაწერები გამოქვეყნება, ეს რას გვეტყვის საზოგადოებას და ზოგადად როგორ უყვას ხომ, იმიტომ რომ ბესარიონ ალავიძე წინა წლებშიც საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებდა ქართულ ოცნებას სასამართლოს კონტროლის გამო და სხვადასხვა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური მოტივების შესახებ. არ ვიცი საერთოდ რაზეა საუბარი. დღევანდელ რეალობაში, თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი ჩანაწერის გაკეთება არის შესაძლებელი. ნებისმიერი, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. არა მხოლოდ აუდიო ჩანაწერზეა საუბარი, ზოგადად ვიდეო ჩანაწერებით შეიძლება გააკეთოს ადამიანებს. შესაბამისად, ჩვენ ბევრჯერ ვიხილეთ და გვახსოვს ამ ტიპის განცხადებები, რომელიც აბსოლუტურად რეალობას აცდენილი იყო. რომელსაც არანაირი არგუმენტი არ აქვს იმის, რომ ვიღაცის ვითუმეტეს აღნიშნული პიროვნების განცხადება ჩემთვის იყოს სარწმუნო ან დავიჭირო. ბატონ კახა, შეიძლება თქვენ არ გჯეროდეთ, მაგრამ ვისაც სჯერა, ამაზე ხომ უნდა იწყებოდეს ან გამოძიება. ბესარიონ ალავიძე ადრეც ამბობდა, რომ მაგალითად რუსთავი 2-ის საქმეზე, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებულ საქმეზე იღებდნენ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს ხელისუფლების დავალებით. თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ერთი მოსამართლე ამ დავალებების გამო, თავად მის თავზე ყვება.
ანუ გამოძიება ხომ უნდა იწყებოდეს, რომ კახაკალაძეს კი არ დაბუჯეროთ, სასამართლოს დაბუჯეროთ. ნებისმიერ ადამიანს, აი ჩვენ შეგვიძლია ხე გავიდეთ და მე დავიწყო რაღაცაზე, ვიღაცაზე მოყოლა. ხო ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს. მოსამართლე იყო კაცი. ამიტომ ვიძახ, მე რა მნიშვნელობა აქვს მოსამართლე იყო თუ არ იყო, ხო რაღაც არგუმენტი ხო უნდა არსებობდეს, რაღაც მტკიცებულებები ხო უნდა აი, ორი კითხვა, მადლობა. ყულევის პორტზე მინდა გკითხოთ, თქვენთან ბევრჯერ დაგვისვამს ასეთი კითხვა, რომ სანქცირებული ნავთობი შემოდის ქვეყანაში და აქედან გადის. ეს სანქცირებული ეხება რუსეთს და irans. რატომ ვეხმარებით რუსეთს, რომ ნავთობის გაყიდვა შეძლოს? და მეორე ქვეყანა ხომ არ არის მეორადი სანქციების? საქართველოს არ ვიცი, მაგრამ თქვენ თუ რეალურად გაინტერესებთ ვინ ეხმარება რუსეთს, შეგიძლიათ ამოიღოთ სტატისტიკა ევროპული ქვეყნების და მიაგნებთ სწორად იმ ქვეყნებს, ვინ ეხმარება რუსეთს, ვის აქვს პირდაპირი ვაჭრობა რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები აქვთ დაწესებული, ჩვენ ხო იცით, რომ არ გვაქვს სანქციები დაწესებული. ჩვენ როლი შესაბამისად რატომ აქვს? მიიღებთ იმ პასუხს, რაც გაინტერესებთ და რა კითხვასაც მიმისვენთ. მიიღებთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, ვინც რუსეთთან სანქციების პირობებში გამდიდრდნენ და პირდაპირ სავაჭრო ურთიერთობებს. მაგრამ ეს ჩვენს პასუხისმგებლობას ხომ არ აბათილებს. სხვა ქვეყნებზე როცა საუბრობთ, საქართველოში ყულევის პორტში შემოდის უკვე ამ წლის განმავლობაში უკვე მესამე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს გამოყენება ხდება სანქციებისთვის, ანუ გვერდს უვლიან სანქციებს საქართველოს გამოყენება. ყველა თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება აღმოჩნდა ტყუილი, არასწორი და ცილისწამება. საბამისად, რა ვიცი ხა რა უნდა გითხრათ. ძალიან გაფუჭებული გაქვთ სახელი. ერთი კითხვა მაქვს კიდე. არ ვიცი, თქვენს გაფრთხილებენ ხოლმე, რომ სანქციებს თავი არ არიდოთ. ერთი კითხვა შეეხება უკვე ლაშა დარსალიას მინისტრის მოადგილის ვიზიტს შტატებში, სახელმწიფო დეპარტამენტში და ასეთი ამბავია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუცილა განცხადება, რომ იყო საუბარი ორმხრივ ურთიერთობაზე, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე. შემდეგ სახდეპის განცხადება არის ასეთი, რომ ისაუბრეს ტრამპის მარშრუტზე სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლზე. თქვენ რა იცით, რაზე იყო საუბარი და ეს ვიზიტი, ამ ვიზიტით იტვირთება ურთიერთობა თქვენსა და ამერიკას შორის? რაიმე ხომ არ იცით, რაიმე დაპირება მიიღო პარტნიორობის მე არ მისაუბრია საგარეო საქმეთა მინისტრთან, არ მისაუბრია, თუმცა ჩვენი დამოკიდებულება მე ვფიქრობ ყველასთვის ცნობილია. არაერთი განცხადება გვაქვს გაკეთებული, რომ მზად ვართ იმისთვის, რომ აღდგეს თუნდაც სტრატეგიული პარტნიორობა, გადაიტვირთოს ურთიერთობები, დაიწყოს ახალი ფურცლიდან, იმიტომ რომ რაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, ეს აბსოლუტურად ცდება ყველანაირ მეგობრულ დამოკიდებულებას, მეგობრობას, გახსოვთ როგორი უსამართლო დამოკიდებულება იყო საქართველოსთან მიმართებით, განცხადებების თვალსაზრისით, სანქციების დაწესებით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ იმ საქმეში რაზეც პრეზიდენტ ტრამპი საუბრობდა, თავარი პრიორიტეტები რაც ჰქონდა, ეს იყო deep state-ის დამარცხება, ომის დასრულება, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობთ ამ ყველაფერში. დანარჩენი ახლა რაც შეეხება ურთიერთობების გადატვირთვას, ველოდებით, ეს რა თქმა უნდა, როგორც კი მოხდება, აისახება ურთიერთობებზე, აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებაზე და ასე შემდეგ. დაველოდოთ, პროცესი მიდის, შეხვედრები გაიმართა. რა ვიცი, ნახოთ, ჩვენ მზად ვართ ყოველ შემთხვევაში. სხვათა შორის ამ ღონისძიება ერთ-ერთ ღონისძიებაზე იყო ეს რაღაც სამიტია შეერთებულ შტატებში, რომელსაც განცხადების მიხედვით დაესწრო ტრამპი, მაგრამ ფოტოები, რომელიც დარსალიას აქვს გადაღებული, აქ ტრამპი ჩანს ტრიბუნაზე, თვითონ ფოტოები არის. აი ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. აი როცა ტრამპის ინაუგურაცია იყო და სალომე ზურაბიშვილი ამერიკაში იყო, მე მახსოვს თქვენი, პირადად არ გულისხმობ, არ მახსოვს, მაგრამ თქვენი გუნდის ქილი კი, რომ სალომე ზურაბიშვილი გვერდითა დარბაზიდან იღებს ფოტოებს, რომ ტრამპს ვერ შეხვდა და ასე შემდეგ. ანალოგიურ შემთხვევაში რა დრო სალომე ზურაბიშვილი? თქვენთვის ფოტოები ინაუგურაციას მერწმუნეთ, მე უფრო კომფორტულად უყურე, ვიდრე სალომე ზურაბიშვილმა მერწმუნეთ რა.